კოტა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა, რიგით მე-6 ვარსკვლავი თენგიზ არჩვაძის სახელობისაა. სპეციალურად ამ დღესათვის რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა თემურ ჩხეიძის ცნობილი სპექტაკლიდან 100 წლის წინათ ერთი მოქმედება აღადგინა. კიდევ ერთხელ გაცოცხლდა მონოლოგი ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილებიდან საღამოში მონაწილეობა მსახიობებმა გივი ბერიკაშვილმა და დავით ვალიშვილმა მიიღეს. ვიკა ბუკიაკი ამბობს. თენგიზ არჩვაძის 55 წლიანი კარიერის ლოგიკური გაგრძელება. ასე შეაფასეს სტუმრებმა და მეგობრებმა თენგიზ არჩვაძის სახელობის ვარსკვლავი. მსახიობისთვის კი 25 იანვარი აღიარებასთან ერთად უხერხულობად იქცა. ასეულობით კინოროლისა და დაუვიწყარი თეატრალური სახეების შემქმნელი ვარსკვლავის გახსნაზე 3 წლიანი კამათის შემდეგ დაიყოლიეს. რა გრძნობა, რა სიხარულის გრძნობა, გენაცვალე. ბედნიერების გრძნობა, სიხარულის, მეთქმა ბედნიერები გამყოფოთ სულ. ვარსკვლავის გახსნას წინ საღამო უწყოდა. რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა გადაწყვიტა ისტორია გაეცოცხლებინა. თენგიზ არჩვაძემ ძველი როლი მოირგო. ილიას ეს მონოლოგი პირველად თემურ ჩხეიძის სპექტაკლში 100 წლის წინათ გაისმა. მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა. დღემდე ითვლება, რომ თენგიზ არჩვაძემ ილიას ნაფიქრალის საუკეთესო ფორმითა და ოსტატობით განასახიერა. მას პარტნიორობას გივი ბერიკაშვილი და დავით ვალიშვილი უწევდნენ. ძალიან გვეშინოდა, რომ ჩვენ ილიას თამაშობდით. ეს 30 წლის წინ დაიწყო. მე თენგიზია ჩვენ მეგობარი. მოდივართ მთელი ცხოვრება ერთად. უამრავი საინტერესო სახეები აქვს შექმნილი. ძალიან მღელავდით რა. აი მე ვიძახდი რომ მე ესე არ მინერვიულია. ძალიან ნერვიულობდი სიმართლე გითხრათ. ერთი იმიტომ რომ მე ვიყავი და მეორე თენგიზის გამოც დიდი ნერვიულობა მქონდა, იმიტომ როგორ წავეს საოცრად ლამაზი კაცის საღამო, საოცრად ლამაზი საღამო, ძალიან მეშინოდა, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. თენგიზ არჩვაძე მილიონობით მაყურებლის ფავორიტად იქცა. შეხვედრა მთაში და თუთაშხია დიდოსტატის მარჯვენა. მან ყველაზე დასამახსოვრებელი სახეების შექმნა და ხალხისთვის საყვარელ მსახიობად კარიერის დასაწყისშივე იქცა. ხელოვნება თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. კარიერის დასასრულს კი თენგიზ არჩვაძემ ყველაზე მთავარი ითამაშა და ცხადყო, რომ 79 წლის მსახიობს ასაკმა ვერაფერი დააკლა.